თქვენ კომისიის თითოეულ წევრს და საქართველოს მოქალაქეებს. მინდა გავუზიარო შემდეგი ინფორმაცია. 2018 წელს ეგრეთ წოდებულ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეიქმნა კომისია, დემილიტაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა, ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და მათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კილომეტრი, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა. ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო. ამის შემდგომ ერთ რამეს ახლა პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უთხრა. ზუსტად მას შემდგომ რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში. 2019 წლის 2 სექტემბერს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს. ეს ერთი. ამის შემდგომ იგივე სექტემბერში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, როგორიც თქვენ გახდეთ ახლა.